Office დღეს დავით ბაქრაძე სტუმრობდა ქუთაისის მეორე დედაქალაქი მხოლოდ ლოზუნგი არ არის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ბაქრაძის განმარტებით კონტროლის პალატისა და სხვა უწყებების ქუთაისში გადასვლით ქალაქი ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი გახდება. დასაქმდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი და გაუმჯობესდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კონტროლის პალატის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძეს საკუთარი უწყების პრიორიტეტებიც გააცნო. ქუთაისში უნდა ჩამოყალიბდეს ადმინისტრაციული ცენტრი, უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ცენტრი, ამას მოყვება ეკონომიკური აქტივობა და ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ გვექნება საშუალება დაუბრუნოთ ქუთაისის ფუნქცია, დავასაქმოთ ადამიანები ქუთაისში და იმერეთში და გადავაქციოთ რეალურად ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქად. სწორედ ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ დაპირების შესრულება, რომელიც ჩვენ თავის დროზე მივეცით კონტროლის პალატის ქუთაისში გადმოტანასთან დაკავშირებით და ყველა ხედავს, რომ დღეს ეს დაპირება შესრულებულია. ჩვენი საქმიანობის შედეგად ბიუჯეტმა დამატებით 12 მილიონ ლარზე მეტი დაიბრუნა. გარდა ამისა, უამრავი დარღვევა გამოვლინდა დაახლოებით 1159-მდე კანონდარღვევა გამოვლინდა დაწესებულებებში, მიეცათ მათ სათანადო რეკომენდაციები და ბუნებრივია ამან თავისი წვლილი შეიტანა ზოგადად საბიუჯეტო წესრიგის დამყარებაში ქვეყანაში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის რეფორმების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს კონტროლის პალატაში, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ შედეგს, პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.